მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა 2026 წლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც უნდა დაუთმოთ თქვენი ყურადღება. ნახოთ რა იქნება ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს თქვენს ყურადღებას. შეიძლება ეს იყოს სწავლა, განვითარება, შეიძლება იყოს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა, შეიძლება იყოს თვითრეფლექსია და ასე შემდეგ. ვნახოთ მოკლედ სამი საკითხი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვარიანტების რაოდენობას გავშლი ორ ვარიანტად ამ საჯარო გაშლას და შესაბამისად აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. იმის მიხედვით უსმინეთ შემდგომში ამ გაშლას. ორივე ვარიანტი ერთდროულად არ ჩაიფიქროთ. დახუჭეთ თვალები, კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს სუნთქვაზე და აი ამ დროს, როდესაც ისუნთქებთ თვალდახუჭულ მდგომარეობაში, რომელი ვარიანტიც ან გონებაში ამოგიტივტივდებათ, ან დაგიძახებთ, ან დაინახავთ და ასე შემდეგ, აი ამ ვარიანტს უსმინეთ. დავიწყოთ 2026 წლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. აი ეს. პირველი, მეორე ვარიანტი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი და მეორე ვარიანტისთვის. ნახოთ შემდგომში რა იქნება მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი და მეორე ვარიანტისთვის 2026 წელს, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ნახოთ აბა. ვარიანტი პირველი, მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, ვარიანტი მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა 2026 წლისთვის და მესამე მოვლენა ვნახოთ რა იქნება 2026 წლის მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც უნდა დაუთმოთ თქვენი ძვირფასი ყურადღება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება, მოწონება და ასე შემდეგ. ვიცით, რისთვისაც არის ეს საჭირო თქვენივე ენერგეტიკული ბალანსისთვის. ვნახოთ. რა ხდება. ვარიანტი პირველის მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა 2026 წელს და ვარიანტი მეორის მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა 2026 წელს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ჩემო ძვირფასებო, წუთით ქვებსაც მოგახმართ. პირველი ვარიანტი, ესეთი ბუთქუჩა თეთრი ქვა. შესაბამისად მეორე ვარიანტი, ესეთი ვარდისფერი ჩანართებით, ესეც თეთრი ქვა. დააკვირდით ვარიანტებს და აირჩიეთ ინტუიციურად. ორივე ვარიანტი არ ჩაიფიქროთ. აი ესე მინდა რომ დღეს თქვენს კონცენტრაციაზეც ვიმუშაოთ, ჩემო ძვირფასებო. კარგით, ვინც ვერ მოასწარით ვარიანტის არჩევა, იცით რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, აირჩიეთ და მერე განაგრძოთ ყურება, ხოლო ვინც უკვე აირჩიეთ, მოდით ვნახოთ რა არის თქვენთვის ის სამი მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვარიანტი პირველი. ნახოთ რა ხდება პირველ მოვლენასთან დაკავშირებით. პენტაკლების პაჟი მოვიდა აქ, ჩემო ძვირფასებო, პენტაკლების პაჟი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? აქ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, ყველანაირი გაგებით. იქნება ეს ჯანმრთელობა, იქნება ეს ცოდნის მიღება, თუ იქნება ეს გარკვეული, აი რაღაცა უნდა დახარჯოთ, რაღაცა რესურსი, რომ შემდგომ მიიღოთ ამ რესურსისთვის შესაბამისი უკუგება. წუთი დავაზუსტო რას ეხება. ეს ფინანსებსაც შეიძლება ეხებოდეს, სწავლასაც და ჯანმრთელობასაც. ამიტომ მინდა რომ დავაზუსტო კონკრეტულად რას ეხება პირველი ვარიანტისთვის, პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა. თასების რაინდი და ორიანი ხმლები. რა უცნაურია.
პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემო კარგებო, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, პირველ ვარიანტს ეხება ეს არის თქვენი ემოციური მდგომარეობა. აუცილებლად თქვენი ემოციური რაღაცა საკითხთან დაკავშირებით გაქვთ მნიშვნელოვანი ღელვა, აი ვერ ჩამოყალიბება, ვერ გაცნობიერება, თითქოს რა უნდა ქნათ, როგორ უნდა ქნათ, საით უნდა წახვიდეთ და აი ამაზე ძალიან შფოთავთ, ძალიან ღელავთ და ყურადღება, რასაც უნდა დაუთმოთ, ეს არის წონასწორობა, ეს არის სტაბილურობა, ანუ სიჩქარეში არ გჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, აქ უმჯობესია, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ, მართლა 100-ჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. იმიტომ რომ ეს საკითხი თქვენ ძალიან გაშფოთებთ, ძალიან დიდ არასტაბილურობას იწვევს თქვენში, ამიტომ სიჩქარე აქ ნამდვილად არ გამოგადგებათ. უფრო მეტი წონასწორობა, პირველი შეგვიძლია ზოგადი რო იყოს ეს გაშლა უფრო მეტად და არა კონკრეტულ ადამიანზე, დაიცავით წონასწორობა, ისწავლეთ ბალანსი. იმიტომ რომ რაინდს, უბრალოდ პაჟების ენერგიას, ეს ბალანსის დაცვის საკითხები ძალიან უჭირს. ნახოთ მეორე საკითხი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რვიანი კვერთხები არის აქ ჩემო ძვირფასებო და რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რვიანი კვერთხები. აქ არის რაღაცა საკითხი პირველ ვარიანტთან, რომელიც არის შეიძლება ითქვას დაპაუზებულ მდგომარეობაში და საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი უკავშირდებოდეს პირველ საკითხს, ანუ შეიძლება რაღაცაზე ღელავთ და შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით უკავშირდებოდეს პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ამ ეტაპზე არის გაჩერებული და თითქოს აი რაღაცა თქვენ ძალისხმევით, ძალით, დაჟინებული მზერით თუ რა ვიცი როგორც გინდათ რომ გამოიყვანოთ. თუ არ გამოვა, გამოვიყვანა აი ამ პრინციპით, მაგრამ აქ ტარო გეუბნებათ, რომ არ არის საჭირო ესე ძალდატანება. ვნახოთ მაინც რას ეხება, კი. ნამდვილად ეგრეა. ხმლების სამიანი და მთვარე. ჩემო ძვირფასებო, აქ არის ემოციური მდგომარეობა, წეღანაც მაჩვენა, მაგრამ არ მინდოდა რომ ესე ხაზგასმით კონკრეტიკა გამეკეთებინა, აქ არის პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბარი, რომელიც არის გაჩერებული. ან დაშორებულები ხართ, ან რაღაცნაირი მანძილია თქვენ შორის, ემოციური სიცივე, აი რაღაცა ესეთი გაუგებარი დამოკიდებულება თითქოს, რომელიც აი არ იცით რა, დასრულდა თუ არ დასრულდა. მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანისთვის ეს უკვე დასრულდა, მაგრამ თქვენ რატომღაც ეს სიტუაცია გაშვებული არა გაქვთ და აქედან გამომდინარე აკეთებთ ზუსტად აი ამ ემოციურ გადაწყვეტილებებს, აი შფოთის მდგომარეობაში ზუსტად ამიტომ იმყოფებით. ტაროს რჩევა და მნიშვნელოვანი სიტუაცია 2026 წელს პირველი და მეორე შემთხვევაშიც არის ის, რომ შეინარჩუნეთ სტაბილურობა, ემოციური წონასწორობა, ემოციური ბალანსი დაიცავით. არ არის რაღაცა საჭირო, რომ ძალით გამოიყვანოთ ის, რაც არ გამოდის. თუ არ გამოდის, ესე იგი ესეა საჭირო. ხანდახან მართლა ესეა და უმრავლეს შემთხვევაშიც. ნახოთ მესამე მოვლენა რა არის. აბატონო, ძალით გამოიყვანოთ თქო და თვითონ არკანი ძალა მოვიდა პირველ ვარიანტთან. ჩემო კარგებო, აქ მე მიყურებთ, მოდი ესე ვთქვათ, არ გეწყინოთ, ამას არ ვამბობ ცუდად, მაგრამ ცოტა ზედმეტად ამბიციური ადამიანები მიყურებთ აქ მე. ცოტა ზედმეტად ისეთი პიროვნებები მიყურებთ, რომელსაც ლოდინი გიჭირთ. რომელსაც ეს აი პასუხგაუცემელი თითქოს აი 100%-იანი ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს, სხვანაირად თქვენთვის გაურკვეველია. აი დაახლოებით როგორი ვარიანტის აზროვნება გაქვთ, იცით, თითქოს აი არსებობს ესეთი მამაკაცების კატეგორია, ქალბატონი რო ეუბნება უარს, პირიქით ფიქრობს, რომ გონია რომ ანუ ქარიგს არ აქვს ნიშნავს.
და მერე მაინც ძალით არის, ну ასე რომ ვთქვათ, ცდილობს შეაღწიოს ამ ადამიანის სივრცეში, გულში, გონებაში, ტვინში და ასე შემდეგ, ხო? აი რაღაცა ესეთი ენერგია მომდის, აი არ გამოვა, გამოვიყვან. ამ დროს ტარო გეუბნებათ, რომ არ არის საჭირო ესე ძალდატანებით რაღაცეებზე კონცენტრაცია და მთელი თქვენი ენერგიისა და რესურსის იმ ერთი მიმართულებით მიმართვა, იმიტომ რომ დანარჩენი ძალიან ბევრი საკითხი უბრალოდ მხედველობის არის მიღმა გრჩებათ და უბრალოდ ვერ აქცევთ ყურადღებას მართლა რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად ესეთი ყურადღება გასამახვილებელია თქვენს სივრცეში. მესამე საკითხი აქაც განმეორდები, იმიტომ რომ სამივე ერთი და იგივეს მეუბნება, ეს არის ბალანსი. ბალანსი და ისევ ბალანსი და ნუ ჩაიციკლებით იმაზე, რაც აი დაუშვათ თქვენგან შორია. შეიძლება აქ მიყურებს როგორი ადამიანები იცით, რომელსაც არ შეუძლია აი მოთმინების გამოჩენა იმ გაგებით, რომ დღესვე მინდა რაღაცის მიღება. აი მაგალითად ვისწავლე რაღაცა და დღესვე მინდა რომ გავხდე დოქტორი ამ კონკრეტული საკითხის. ამ დროს გუშინ დავამთავრე სკოლა, ხო? არ გამოვა, ვერ გამოვა ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება გამოცდილება. თქვენ შემთხვევაში აქ რაც არ უნდა ისეთი ადამიანები მიყურებდეთ, ძალიან სულსწრაფები ხართ ჩემო ძვირფასებო და იმუშავეთ აი ამ საკითხზე სამივე ეტაპზე ამას საუბრობს ტარო თქვენს შემთხვევაში და იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია პირველ ვარიანტს დამიკომენტარეთ, დამიწერეთ თქვენთვის რამდენად რეზონირდა და რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა ჩემი მიერ ტაროს გან თქვენთვის პირადად. ნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება, ჩემო კარგებო. რა არის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც მეორე ვარიანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რა საინტერესოა და აქ არის ხმლების, ბოდიში, კვერთხების ტუზი. კვერთხების ტუზი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და აქ არის რაღაცა გარკვეული ტიპის იდეაზე ვსაუბრობთ. შეიძლება ცოტა შორეული პერსპექტივით, თუმცა ეს იდეა ნამდვილად ძალიან საინტერესოა. რას ეხება კონკრეტულად ეს ახალი ჩანაფიქრი მეორე ვარიანტისთვის მინდა რომ მითხრა. ნახოთ რას ეხება. პენტაკლების რაინდს ეხება და არკანი ვარსკვლავი მოვიდა. და ცხრიანი პენტაკლები. რაღაცნაირად ჩემო ძვირფასებო, აქაც არის როგორი სიტუაცია. იდეა გაქვთ, ამ იდეაზე აგებული გაქვთ უკვე რაღაცა გეგმა, როგორ უნდა მიხვიდეთ. უბრალოდ აქაც თქვენ შემთხვევაში იცით როგორი სიტუაცია იწელება დრო იმაზე ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება დაგჭირდეთ იმ კონკრეტული საკითხის სისრულეში მოსაყვანად, რასაც თქვენ თვითონ წარმოიდგენთ. ამიტომ ნუ აჩქარდებით, მოთმინება გამოიჩინეთ, იდეა ნამდვილად კაია, ყურადღება რასაც უნდა მიაქციოთ, არის თანაბარი სულით ამ იდეის რეალიზაციისკენ სიარული. ანუ არ გააკეთოთ რაღაცა ეს ემოციური ისინი რო არის რაღაც ტეხილის ფორმის მოძრაობები თუნდაც, ხო, აი რაღაცა უცებ იმპულსი მოვიდა, გავარდი, გავაკეთე, მერე უცებ ჩავქრა, წავედი დეპრესიაში ვარ 3 კვირა, ამძინავს, არ ვიცი, არავის არ მკითხულობ, არავინ არ მკითხულობს, მერე ისევ რაღაც, აი ესეთი რაღაცები არ გააკეთოთ. ანუ თანაბრად გეგმა ზომიერად იარეთ დასახული მიზნისკენ. პირველი საკითხი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. იდეა კაია, კიდე ერთხელ ვამბობ ამას. მეორე საკითხი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არკანი მზე. აი ზუსტად ეს არის, აქ სულსწრაფობას მიანიშნებს ეს. ანუ იმ იდეასთან დაკავშირებით აქ გეუბნებათ ტარო, რომ იდეა აქაც ანალოგიურად კარგია, მაგრამ ისწავლეთ პროცესით ტკბობა. ანუ ისწავლეთ აი რაღაცა მომენტის შეგრძნება და აი რეზულტატზე მაინც და მაინც ნუ გააკეთებთ აქცენტს პროცესში. ისიამოვნეთ. აი ეს საკითხია მეორე, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ასევე ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტები.
ნუ იქნებით საკუთარ თავზე ზედმეტად ორიენტირებულები, ნუ იქნებით ზედმეტად ისეთი მიზანდასახულები რო არიან, ხო იცი, ყველაფრის ფასად რო უნდათ რომ მიზანს მიაღწიოს და ამ დროს გადაბუგულა დანარჩენი დუნია მე ვიყო კარგად. აი ეგეთ ვარიანტს ნუ გააკეთებთ, დანარჩენი სამყარო თქვენს მხარეს არის, ჩემო კარგებო. და ვნახოთ მესამე ვარიანტი, ისა ბოდიში მესამე საკითხი, რასაც მეორე ვარიანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება. თასების ტუზი არაჩვეულებრივია, ბრწყინვალეა. თასების ტუზი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ემოციურად საკმაოდ ემოციური ადამიანი ხართ, ადამიანი ხართ, რომელიც პრინციპში ემოციებით ცხოვრობს, იმპულსებით ცხოვრობს და ძალიან კარგად იჭერს აი ამ იმპულსებს, როცა მიიღებს, იმპულსის დაჭერის უნარი გაგაჩნიათ, მაგრამ აი იმპულსის შენარჩუნების უნარს ვერ ფლობთ და პირველი, მეორე და მესამე საკითხი არის ზუსტად ეს, რომ როცა იმპულსს მიიღებ, როცა იდეას მიიღებ, ამ იდეას როგორ გააკეთეთ, იცით, აი მოინიშნეთ და ჩასვით გრაფიკში, ისწავლეთ გრაფიკში ყოფნა, ისწავლეთ აი რაღაცა ჯაჭვურად, აი მძივივით რა, დომინოს პრინციპით, ერთმანეთის მიყოლებით რაღაცების კეთება. ნუ გააკეთებთ ისე, რომ აი გაჩნდა იმპულსი და ეხლავე თუ არ დავიკმაყოფილე, ნუ ესე იგი ეს არ ვარგა. იმიტომ რომ აქ სამივე შემთხვევაში, ეხლა ნახეთ, წარმოიდგინეთ, მზის არკანი მოვიდა კვერთხების ტუზი და თასების ტუზი, ხო? ეს მიანიშნებს იმას, რომ ენერგეტიკულად ძალიან მძლავრად გრძნობთ აი ამ იმპულსებს, თუმცა მე ცოტა გიჭირთ. მე ვფიქრობ ამ რაციონალურად ამ იმპულსების თანმიმდევრულობა და ტარო გირჩევთ, რომ ამ საკითხებზე იმუშაოთ მოთმინების უნარზე, იმუშაოთ პირველი ვარიანტის მსგავსად ნაწილობრივ ბალანსზეც და უფრო მეტად აქ ბალანსზე მეტად აქ მე მინდა რომ იმუშაოთ თქვენს იმპულსურ ხასიათზე, თქვენს რაღაცნაირად ბავშვურ ეგოისტობაზე, რომ აი ფეხებს რო დავაბაკუნებ, რომ მინდა და всё. აი მინდა და მორჩა. აი ესე არა, მინდა და მორჩა არა, ის რომ რაღაცა გინდათ, ამისათვის უნდა ისწავლოთ მოთმინებაც და ამისათვის უნდა ისწავლოთ შრომაც. აი ეს მაგალითი იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. კი ბატონო, კი ბატონო. სამიანი იმპერატრიცა მოვიდა, აქ მაგი მოვიდა, თასების რაინდი მოვიდა, კი. კი და აქვე მოვიდა ცხრიანი კვერთხები და კვერთხების პაჟი. ჩემო კარგებო. გზა, მიზანი კარგია, ამ მიზნისკენ მიმავალი გზა ვერ ვიტყვი რომ რთულია ან რაღაც ესეთი, უბრალოდ სჭირდება დრო და თქვენი მოთმინება. თქვენი თანმიმდევრული მოთმინება და ქცევა და მიზნამდე ნამდვილად მიხვალთ. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს დასახულ მიზნებში, თქვენი დასახული იდეების ჩანაფიქრების განხორციელებას მეორე ვარიანტი. იმედი მაქვს რომ რეზონირდა თქვენ შემთხვევაშიც. ველოდები თქვენს უკავშირს კომენტარებში და შევხვდებით შეძლების დაგვარად მალე. ვისაც პირადი კონსულტაცია გნებავთ, კი იცით რომ უნდა მომწეროთ WhatsApp-ში პირადში. WhatsApp-ის ტელეფონის ნომერი მითითებულია Facebook გვერდზე და მითითებულია YouTube გვერდზე. ასე და ამრიგად. გისურვებთ ბედნიერ დღეს. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. დროებით.